საყოველთაო დაზღვევით სარგებლობაში ცვლილებებია ახალი დადგენილება, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა პედაგოგებსა და სოციალურად დაუცველებს ეხება. არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებით ამიერიდან მოქალაქე იმ სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს მომსახურებას, რომელზეც არჩევანს თავად გააკეთებს. შეზღუდვები მოიხსნა ტერიტორიული ორგანოების მხრივაც, თუკი მოქალაქე ცხოვრობს ბათუმში, თუმცა მისი იურიდიული მისამართი არის სხვა რეგიონსა თუ ქალაქში, მას სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება ბათუმში მაინც ეძლევა. ამისთვის მათ მხოლოდ სასურველ კლინიკაში რეგისტრაცია უნდა გაიარონ. თუკი საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლეს გადაუდებელი დახმარება დაჭირდება, ყურადღება არც რეგისტრაციის ადგილს მიექცევა. ამ შემთხვევაში მომსახურება უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გაეწევა. დღემდე მოქმედი პრაქტიკის მიხედვით სადაზღვევო კომპანია იქ ამისამართებდა პაციენტს, სადაც მისი კლინიკა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამას ალდაგი ახორციელებს პაციენტებს, ალდაგის კლინიკები უწევდნენ მომსახურებას. ისარგებლებს თუ არა უპირატესობით ქვეყნის ყველა მოქალაქე და რა შეიძლება სამედიცინო დაწესებულებებისთვის ვრცლად თემის ირგვლივ ნახეთ დღის მთავარ გამოშვებაში. პრინციპით იყვნენ ადრევალდებულები და სადაზღვევო კომპანიები კიდე თავისი მოსაზრებებით მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პოლიკლინიკაში ან სტაციონარში აგზავნებდნენ პაციენტს, ეს პრინციპი არ იქნება, ანუ მოქალაქე თვითონ აირჩევს მისთვის სასურველ პოლიკლინიკას ტერიტორიული პრინციპის გარეშე. დარეგისტრირებისათვის საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენა, ბავშვების შემთხვევაში სასურველია, რომ დაბადების მოწმობა, რომელზეც იქნება პირადობის ნომერი და ერთ-ერთი მშობელი ან მეურვე. სადაც შეგვიძლია იქ დავრეგისტრირდებით, ძალიან კარგია და მადლობელი ვარ თავრობისგან. ეხლა მაგალითად ეხლაც ესე იყო. ჩვენ ცხოვრობთ იქინი ოპიზრების ქუჩაზე და ქალაქის მაცხოვრებელი ვარ და არიციან და გაგვიშვეს ხელვაჩაურში. რა მინდა ხელვაჩაურში, როცა უფრო შემიძლია ქალაქის მიდამოებში წავიდე და ანდა რაღაცა დავრეგისტრირდე. გასულ წელს კარგი იყო, ქონდა დაზღვევა საყოველთაო, მაგრამ რიგი იყო დროის ფაქტორის პრობლემა ჰქონდა. ეხლა მივესალმები. შვილები ცხოვრობენ თბილისში, როდესაც მივდივარ ხოლმე იქ, მინდა კონსულტაციისათვის გავიარო კონსულტაცია თბილისში, მაგრამ არ მიღებდნენ ხოლმე და ეხლა ნამდვილად გამიულდება